იუპიტერი კუროში, ბედნიერება მოდის სტაბილურობიდან, სილამაზეს რო ეხება ადამიანი ან ბუნებას და ნატურალურ რაღაც სამყაროს რო ეხება, ის აბედნიერებს. ეს არის იღბალი ფინანსებში, უძრავი ქონება, ბანკები, ფინანსები, ბანკში მუშაობს ძალიან ხშირად. შეიძლება აგრობიზნესში იყოს და უმართლებდეს, შეიძლება იყოს ხელოვნების სფეროში ადამიანი ძერწავდეს, ხატავდეს, თუმცა ესე შაბლონურად ვერ გეტყვით თქვენ, რომ აი მაინც ამ სფეროში შეიძლება იუპიტერის ენერგიას ავლენს და ფულის გამომუშავებაც შეუძლია. კარგად ან თუ ეს თემა აქვს მოგვარებული, ბედნიერების შეგრძნებაც არის. ან შეიძლება ბიზნესში არის, სადაც მიწევს ყიდის, უძრავი ქონების სფეროში არის, აქაც ძალიან კარგი იღბალი აქვთ ხოლმე. ადამიანის შინაგანად რომ 7 არის, ბუნებრივი იყოს ეს ადამიანი. სელენა კუროებსაც აქვთ ხოლმე ესეთი ენერგეტიკა. აი, ხო არიან ხოლმე ძალიან ისეთი ხალხი რა, ძალიან ხელოვნურები. აი, იუპიტერი კურო ხშირად არის, რომ მე ღირებულებათა სისტემა მაქვს, რომ ბუნებრივი ვიყო ძალიან და ვიყო აი ძალიან ადამიანური, ძალიან ნატურალური. ხშირად ესეთი ტიპაჟები არიან, ბუნებრივები, კეთილები, ძალიან რბილები, თბილი შეიძლება იყოს. მათ აბედნიერებთ სტაბილურობა, ემოციური სტაბილურობა, შინაგანი სტაბილურობა, როდესაც ყველაფერი არის სილამაზით მართული და სიმშვიდით მართული. ეს ზოგადად გეუბნებით, შეიძლება მარსი იყოს შეერთებაში და უკვე სხვა ენერგეტიკა იყოს, მაგრამ ზოგადად ამ იუპიტერზე მე რა მაბედნიერებს, მე მჭირდება სტაბილურობა, მე მჭირდება ჰარმონია გარშემო, სიმშვიდე და შინაგანათაც ვასხივებ აი ამ სიმშვიდის ენერგიას, ხო? ხშირად რესტორანი აქვს, კვებითი ობიექტები აქვს, იმიტომ რომ კურო აი ამ საკვებთან, საჭმელებთან არის დაკავშირებული, რესტორანთან არის დაკავშირებული, რაც ჰარმონიული გარემო ზოგი უბრალოდ დიზაინერი არის, ხო გეუბნებით, ხელოვნების სფეროში არიან პირდაპირ, მე მაბედნიერებს ხელოვნებასთან ურთიერთობა. შეიძლება სხვა სფეროში იყოს ადამიანი, მაგრამ ეს იუპიტერიანული ენერგია ყველგან ჩართული იქნება. ეს ღირებულებათა სისტემა არის, ხო, ადამიანის. ამავე დროს იუპიტერმა გადაჭარბებული მხარჯველობაც იციან ფუფუნების საგნებზე, მაგალითად, შეიძლება გადამეტებულად ადამიანი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდეს კომფორტზე. ეს უკვე იუპიტერის ნეგატიური მხარე არის, ხო, შეიძლება აგროვებდეს აი ბევრი მინდა, მაგალითად, არა უშავს ზედმეტი არ არის ცუდი, მაგალითად და კონდეს ძალიან ბევრი ერთნაირი ნივთი, ან დაგროვებაც იცის ხოლმე იუპიტერმა კურომ, რომ ჭირდება სტაბილურობისთვის და იქ შეიძლება მე ფინანსების პრობლემაც შეიქმნას. ამიტომ ყველა ნიშანსში იუპიტერი ადიდებს ყველაფერს, იმ მხარესაც და ამ მხარესაც.